UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ MMA-ის გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. ელ მატადორმა ისაუბრა დაბრუნების სავარაუდო თარიღსა და შესაძლო მეტოქეებზე. ასევე კომენტარი გააკეთა ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის შესახებ. ერთ-ერთ კითხვაზე თითქოს ისლამ მახაჩევს მისი მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით დამარცხება შეუძლია, თოფურიამ მკაცრად უპასუხა. რომ მახაჩევი ამას საკუთარ ოცნებებშიც ვერ შეძლებს. რაც შეეხება არმან ცარუკიანს, ჩემპიონმა აღნიშნა, რომ მისი ნოკაუტით დამარცხება მისთვის მარტივი ამოცანა იქნება. მომდევნო ორთაბრძოლასთან დაკავშირებით ილია თოფურიამ განაცხადა, რომ დაბრუნებას აპრილიდან ივნისის ჩათვლით გეგმავს, ხოლო მისი სავარაუდო მეტოქე პედი პიმბლიტისა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირების გამარჯვებული იქნება. UFC-ს ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა Match TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსუბუქ წონაში დაბრუნებას აღარ გეგმავს. სპორტსმენის თქმით, წონის კლება მისთვის სულ უფრო რთული ხდება და კარიერის დასრულებას სწორედ ქვესაშუალო დივიზიონში აპირებს. მახაჩევი აღნიშნავს, რომ ახალ წონით კატეგორიაში გაცილებით აქტიური იქნება და მზადაა ოქტაგონზე წელიწადში მინიმუმ 3-ჯერ გავიდეს. მებრძოლმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. დაახსენა თეთრ სახლში დაგეგმილი დიდი ტურნირი, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევს. თუმცა მისივე თქმით, ხაბიბ ნურმაგომედოვს არ სურს, რომ ისლამმა ამ ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა, რის გამოც ამ საკითხის გუნდში დამატებით განხილვაა საჭირო. ილია თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვაზე მახაჩევმა უპასუხა, რომ ამ ბრძოლისთვის ღიაა, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენს. მისი აზრით, რადგან მან მსუბუქ დივიზიონში უკვე ყველა დაამარცხა, დარჩენის მიზეზს ვერ ხედავს. მახაჩევი მიიჩნევს, რომ თუ თოფურიას მასთან ბრძოლა სურს, მან თავად უნდა ამოინაცვლოს ქვესაშუალო წონაში. მისი თქმით, ილიას ამ წონაში ჯერ არაფერი დაუმტკიცებია და ეს ბრძოლა უფრო მეტად ქართველი მებრძოლისთვისაა საჭირო, ვიდრე მისთვის. UFC-ს ყოფილმა მებრძოლმა რამაზან ემეევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისლამისთვის ეს მარტივი ბრძოლა იქნება. მახაჩევი ამბობდა, რომ მზად იყო დაბრუნებულიყო მსუბუქ წონაში მომხიბლელი წინადადების შემთხვევაში. რეალურად ილია მასთან შედარებით ზედმეტად პატარაა. 70 კილოგრამში ეს მახაჩევისთვის კომფორტული ბრძოლა იქნება. მერაბ დვალიშვილს ჯერა, რომ ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან ორთაბრძოლაში აშკარა ფავორიტია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ბრძოლა ქვესაშუალო წონით კატეგორიაში შედგება. დარწმუნებული ვარ, რომ ილია ფენომენალური ათლეტია. არავისგან მიგრძნია მსგავსი სიმძლავრე და ტექნიკის ასეთი დონე. მიუხედავად იმისა, რომ სპარინგები მქონია მებრძოლებთან, რომლებიც ჩემზე 2-თან 3-ით მაღალ წონით კატეგორიაში გამოდიან. იქნება ეს ჯიუ-ჯიტსუ ჭიდაობა თუ დგომში ბრძოლა, მსგავსი არაფერი მიგრძნია სხვა არავისთან, გარდა ილიასი. მახაჩევთან ბრძოლაში გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს. ესპანეთში ილიასთან ერთად ვარჯიშის შემდეგ, ამაში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი. მისი შანსები ძალიან მაღალია, მაშინაც კი თუ ისინი ქვესაშუალო წონაში იჩხუბებენ, თქვა მერაბმა ერთ-ერთ ინტერვიუში. რამდენიმე კვირაში BMF-ის ქამრისთვის UFC-ს მსუბუქ წონით დივიზიონში მაქს ჰოლოვეი და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდებიან. ინტერვიუს დროს, როდესაც საუბარი ილია თოფურიაზე ჩამოვარდა, ჰოლოვეიმ ასეთი განცხადება გააკეთა. მინდა თუ არა ილია თოფურიაზე შურის ძიება. ჩემთვის იდეალური იქნება თუ ჩარლზ ოლივეირას მაქსიმალურად ეფექტურ სტილში დავამარცხებ და მერწმუნედ ამას უპირობოდ გავაკეთებ. შემდეგ კი ილიას BMF-ის ქამრისთვის და ტიტულისთვის დაუპირისპირდები და დავამარცხებ კიდეც. ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოვეის დაპირისპირება 2024 წლის ოქტომბერში შედგა და ელ მატადორი გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც მაქსი ნოკაუტში გაგზავნა. რამდენიმე დღის წინ UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა მაიკლ ჩენდლერმა განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯი პედი პიმბლეტთან დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის დანიშნულ ჩხუბს მოითიბს. წლის ბოლოს კი ილია თოფურიასაც დაამარცხებს. ამის შემდეგ ჩენდლერის სიტყვების შეფასება სოციალური ქსელების პირდაპირ ეთერში გულშემატკივრებმა ილია თოფურიას თხოვეს, რასაც მატადორლა ასე უპასუხა. სრულიად გულახდილი ვიქნები თქვენთან. მაიკლ ჩენდლერი არასდროს ყოფილა დიდი მებრძოლი. ის საშუალო დონის მებრძოლია. ვინ დაამარცხა მან UFC 80? დასცინა ილიამ. თუ გსურთ UFC-ს უახლესი ამბები, სიახლეები და საინტერესო ანალიზი, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მადლობა მხარდაჭერისთვის. თქვენი აქტიურობა ძალიან გვაძლიერებს.